200 კაცი სად დავაჩინო. დასხდნენ აივანზე რა ვქნა ახლა. დავიტანჯე რა, დავიტანჯე ამ სუბტიტრებიანი ფილმებით რა. ნიკა სად არის? რა იყო? რა იყო და ხმამაღლა ვაკითხებ ხოლმე ამ სუბტიტრებს და მე კიდე წყნარად უყურებ მე უკვე ფილმს რა. სად არის? მამამის ყავს საყვანელი, დაურეკე უკვე გზაში არიან მოდიან. რა იყო თეკლა? მამა შესელაპარაკე? არა, გუგას მოთხრობა წავიკითხე და შემეცოდა. შენ შეგეცოდა ხო? ხო ვამბობ რა, არ არის ახლა გუგას საქმეა მოთხრობების წერა რა. არა, გუგა კი არა, დიდუბელი სოსო შემეცოდა. შემეცოდა იგი. რასლა მოიცა. მომისმინე ხა შენ ამბობ რომ დიდუბელი სოსო შეგეწოდა და მაგიდოტირი? ხო. ეხვეწები მითხარი რა მომენტზე აგეთი რა. აი რომ გაუჭირდება და სარკეებს რომ იპარავს. ეხო ყველაზე სასაცილო მომენტია მაგ მოთხრობაში. კარგი რა ვაშა, რა სასაცილო. მაჩვენეთ. ჩადე? აი. უფულოდ დარჩენილი სოსო ოპელ დადიოდა და სარკეებს იპარავდა. ოპელ და კარგი რა ვაშა, რანაირად კითხულობ მაჩვენე? აი მოусმინე. უფულოდ დარჩენილი სოსო ოპელ დადიოდა და სარკეებს იპარავდა. ოპელ ელენე, მიდიება ეს წაიკითხე. უფულოდ დარჩენილი სოსო ოპელ დადიოდა და სარკეებს იპარავდა, ხო რა მერე? გამანებეთ თავი ამის ნერვები არ მაქვს მე. ისე მე ხო გახსოვს ელენე, ხო დილით ადრე უნდა გამაღვიძო. ხო არიდან გავდივარ სამსახურში. მორჩა ჩემი შვებულება და დაი დავწვევი ხო? ხო, კაი. კარგი. ელენე, ეს შვებულებაში იყო? კი. აბა უსაქმოს რატო ვეძახდი? ჩვენც მოვედით. ზურა! როგორ ხარ საყარელო რაშობი? როგორ ახლა რამდენი ხანი არ ვნახე ხარ რაღაცა მოგიმატია ცოტა შემოდი. ხო. როგორ ბრძანდებით ვაჟბატონო? ნიკა, აბა როგორ გაერთე? კარგად, ბომბორაში ვიყავით. ეშმაკის ბორბალზეც ვისხედით. ვა, ეშმაკის ბორბალზეც ვიყავით? რა მაგარია! ამით მე წავალ. აუ, გიხვეწები არ წახვიდე რა ცოტა ხანი იყავი დარჩი. აი, კარგად, ზურა. ნახავდეს. ნიკა არ გშია? არა, ბებიასთან და ბაბუასთან რო ვიყავი გუფთავჯამ. მართლა? და რაო ბებიამ და ბაბუამ? რაო და აქ რასაც ვილაპარაკებ, დედაშენთან არ მოყვა. აი, მამამისი, ხომ გეუბნებოდი არა, მამამისი. არა, გოგი, არა. იაჰუ, ორიო. ხო. გადმოგიგზავნე მე მეილზე, ხო?
ბაბუა ეს სამალი გამომართვი და დალიე. ძალიან კარგად ავარატო დავლიო. ბაბუ დამიჯერე ეს სამალი გამომართვი და დალიე, დაგჭირდება დამიჯერე. ბაბუ მაცივარი გაფუჭდა. რა დაემართა რა მოუვიდა? არ ვიცი ბაბუ, რა ვიცი, ერთი აზაგზაგა და გაჩერდა მე, არ ვიცი, აბა. ისე კარგია საწყამა ბევრი კი არ იწვალა, ჰა? ეს რა წამალი დამალევინე? რა ვიცი, რაც ვიპოვე ის დაგალევინე, მე რა ვიცი რა დაგალევინე. ხერობის დროა, წავიდე ვნახო მე თვითონ და. ნახო რა, ეხლა შენ გააცოცხლებ თუ რა, ვერ გავიგე. ხა, მიდი ნახე, ჰა. ვა, უკა მოხვედი? აი, ეგ შენ ჩვენი მაცივრის ამბავი რო გაფუჭდა. ოუ, რა მაგარია. კარგი, გეხვეწები, ეხლა არ დაიწყო რა მაგარია, დიდუბელ სოსოს მაცივარი გაუფუჭდა და რაღაცეები. გეხვეწები რა. იცი რა მაგრამ გავაცოცხლე დიდუბელი სოსო? ას გაცოცხლდა, მართლა, აბა. ხო. თეთრი გვირაბის ბოლოს წითელი მანქანის სილუეტი გამოჩნდა და რამდენიმე წამში მის წინ ახალთახალი ფერარი გაჩერდა. რას? ეხლა ნახე. ფერარიდან ჩოხიანი მამაკაცი გადმოვიდა და დიდუბელ სოსოს თავზე ხელი გადაუსვა. ეხლა ნახე, ეხლა ნახე. სოსომ თვალები გაახილა. როგორია? ხო, გუგა რა არის, არ ვიცი, ხა ამ ფერარისთვის არის ძალიან ადრე, ან ჩოხისთვის ძალიან გვიანი, არ ვიცი. მართლა გაფუჭებულა ახლა მართლა რა გაწყვეტი აბა რა არის? არა, საჭმელს ხوار გავაფუჭებთ არა? მოდი. წამო, არა, ვისაუზმე, მე უკვე აგერ ჭადრაკს ჩაუჯდები. არ გინდა, კარგი, ხო. ბაბუ, ხო, ისა პროფესორს რო გავაკეთებინოთ ფიზიკოს მაცივარი, არა? ეს ელექტრო ჩაიდანი ხომ მაგან გააკეთა? არა. რატო? ის კი გააკეთა, მაგრამ უთო არ გამოდგა. არ მუშაობს. ხო, მართალია ხო, უთო აღარ მუშაობს, მაგრამ მაცივრი საგარანტიო ფურცელი გვაქვს, მივიტან და გაგვიკეთებენ. ან ახალს მოგცემენ. აი, კოტე ბაბუა, ეტლი ვითამაშე D3-ზე. ხო. ლაზიერი დადე F7-ზე. დადე? დავდე. ქიშ. სახლში ხარ კოტე ბაბუ? მოვიდა გამოცხადდა. კი, ჩემი კოტე ბაბუ სახლშია და შეიდიც, ჰა? აი კოტე ბაბუ, თქვენ რო ვაშლის ჯამიანი კექსი გიყვართ, გამოვაცხე და მოვიდა. უი, მე ქლიავის მიყვარს და ვაშლის გუგავს უყვარს. უი, როგორ შემეშალა. მიუტან ხო მაშინ იმას. აი, მართლა კი არ შემეშალა. აგე. კი. შეხეთ, მოვიპარე. ეგ მოკლული ხო? უი, ეს მართლა შემეშალა. კოტე ბაბუ, აი ვითამაშე ლაზიერი F4-ზე. ახლა მხედარი ასწეზევით. წაგე. მიდი ახლა. წაგებული ჩამაბარე. აგებული, ხო, მე უნდა გავიდე ახლა სასწრაფოდ. გავაცილებ? ხო. კაი. კოტე ბაბუ, წავედი მე. გუგამ გაგაცილებო, თორე დარჩევოდი რაღაც. ნახვამდის ნუცამ. ნახვამდის. ისე კოტე ბაბუ, მე მგონი ეს გუგა რაღაცა. ჰა? ხო. ნუცაც, ხო. კარგი გოგოა. კიდევ ვერ მოუსწარი დილის ვარჯიშს. რანაირად მოუსწრებ ელენე მითხარი რა. შენ იყვიდებ 9 საათს და დილის ვარჯიში მთავრდება 8 საათს. ელენე, გაიგო ვითომ ჩემი იუმორი? მოწოდე. ახალი პერანგი რატომ არ გაცვია? არ ჩავეცვი, არ მინდა. რამდენი ხანია სამსახურში არ ყოფილვარ, ელენე და ხო იცი ახლა იმათი ამბავი არა? მივალ და დაიწყებ ეს ადიყი და დამიეცი, სხვა ზომები არ იყო, სხვა ფერები არ იყო და არ მინდა რა. ელენე. აქ არის ვინმე? არა. თეკლა და ნიკუშა ზემოთ არიან. ალბათ პროფესორია. ნახე, ისე შევიდა არ შეგვაწუხა. უკაცრად. დღეს სკოლაში არ წავალ რა. წავალთ, მეც მოვდივარ შენთან ერთად. ჩუმად ჩამოდი, თეკლა არ გააღვიძო.
რა მაგარია ეხად მივდივარ კარგი რა მომეწონა რა შენ რატომ მიდიხარ სკოლაში? ამის დამერგებლის საქორწილო საჩუქარზე ვიკრიბებით მშობლები და თან გავიცნობთ ვინ არიან. ხედავ რა ფეხზე გადაიყვანე ნიკა ახალ სკოლაში, შევიდა თუ არა მაგის კლასში, ეგრევე თხოვდება. ხო, თან იმ დღევანდელზე ბოდიში უნდა მოუხადო, ისე გაიქცა ვერაფერი ვერ აუხსენდა. ისე რა უნდა აუხსნა დღეს არ ვიცი. კარგი ელენე, როგორ თუ რა უნდა აუხსნა? უნდა უთხრა რომ პირველი мама იყო მეზობელი. ხო, პირველი დედა იყო შენი დაქალი. ხო. მეორე мама იყო ბიძია და ნამდვილი დედა ხარ შენ. აი მე ვერაფერი ვერ გავიგე, ვერ დავიმახსოვრე. ვერ დაიმახსოვრე. ის ხო კარგად დაიმახსოვრე დედიკოს მეორე ქმართან უფროსი და მამიკოს მესამე ცოლთან. ალო. კი, დღეს გამოვდივარ სამსახურში. კი. ეს ვინ დადო ჩემს საწოლთან გული გამისკდა. აი მე ბოდიში თეკლა დამავიწყდა რომ გამევთხილებინე. ისე ვიგდადე რა გეხვეწები რა. ნიკა დაურეკე რეზოს, დედამისი ვერ მოდის და ფულის წამოღება არ დაავიწყდეს. მეც დაურეკავ სამსახურში ვატყვილო ცოტა ხანი დამაგვიანდება. ნუ ეხლა რა დავისვენე რა. არა, კარგად დავისვენე. კარგად. ავი დავდიოდით რა ბიჭები ეხლა ხან საფერზე დავდიოდით. კი, რა ვიშა. არა, ძირითადად პემზე რა, პემზე დავდიოდით. იმიტომ რომ ჩვენთან როგორი რაღაცა იცი, დინარები ნაკლებად არის რა. ხო და ამიტომ პაზე რა. მამა, მე აღარ დავბრუნდები. იცი რა, არა, წინაც არ გაფრთხილებ, მაინც ვიცი რომ იცი, მაგრამ მაინც. კარგად, ნახვამდის შევალ. კარგი, მაგრამ პროფესორია. თეკლა, ჩვენ წავედით, აბაშენიცი? ხო, წავით. ხო, ის ნიკა, ჩანთა არ დაგჭეს, ნიკა. მიდი და წავიდე. დროზე, შეკავე ჩანთა, ეს გაისწო. ჯერ ზარი არ დამირეკავზე, კაი რა. უკაცრავად. თქვენ აქ არ ხართ? არა მგონია. მე მგონი კარები ჩაიკეტა. ეს მაგრამ უნდა ჩამოქარჩოთ და გაიღება. მადლობა. მოგძანდით, კი ბატონო. მიბრძანდები? დიახ, მიბრძანდ. ხო, ღია მაინც და. ნახვამდის. თეკლა აბაშენიცი. ნახვამდის. მელოდია თუ მოგწონთ არ უპასუხებ და არა. ლაბორატორიიდან მირეკავენ უკაცრავად. გისმენთ? ხო, აფეთქ და მე დადიანს რატო არ დაურეკეთ მე რომ მირეკავთ კაცო? ხო, კარგი, მაშინ თუ ასასწრაფო არის, შხაპს მივიღებ, ვისაუზმებ და ეხლავე გამოვა. უკაცრავად. მაგვიანებთ უკვე. არა, დიახ, უკაცრავად. ეს დადიანი კაცია თუ ქალი? ბიჭი. ბიჭი თანაც დადიანი? თუ გაინტერესებთ, დღეს ბარში უნდა შევხვდე საღამოს და მობრძანდი გაგაცნობ. არა, ესე კი არა. შემთხვევით თუ მოვხვდები ბარში, შემთხვევით თუ შემოვალ, კი იყოს, დიდი მადლობა. მაგარია ფიზიკა. არის რა. მერე? მოკლედ გოგო, ამ ქალის სატანა მე მეტი აღარ შემიძლია რა. ამ ბოლო დროს მას მიკეთებს არის. საძინებელში შემოდის დაკაკუნების გარეშე. მართლა? აი გათხოვდები და გაიგებ რა არის დედამთილი. აბა, როგორ ახალ გოგოებო? კარგად. შენ როგორ ახალ? კარგად. მაინდე. როგორ ხარ? აბა რა შევით ხوار მოიწყრეთ თუ ჩემოთ? მოვიწყინეთ. კარგი. ხო, ეს არის შვებულებაში გავედიო, აღარავინ აღარ გვახსოვსო. ნუ ეხლა ეგრეც ვეით. აი ხო და ეხლა დაჯექი. მოგვიყევ ყველაფერი. კარგი, ეხლა რა უნდა მოგება? აი მაგალითად ელენე შეურიგდა ქმნა. ელენე კი არა, გუგამ რაქნა, გუგამ დაუბეჭდეს. კარგი, რა საბრალია? ინტერესებს და შენ რა
გაიგე, ვერ გავიგე. მე რაც ერთი წუთი მოგიყვებით. მოკლედ. მოგიყვებით ყველაფერს. მთელი დღეს კითხვები რო არ იყოს, მოგიყვები და მოვრჩეთ, ხო? კი ბატონო, კი. ძალიან კარგი. ელენეზე მკითხეთ, ხო? ხო. ელენი არ შერიგები აქვს მას. ხო გეუბნება. რას მეუბნებოდი? მე არ გეუბნებოდი. რას მეუბნებოდი? შენ მე არ გეუბნებოდი? იქ მე მე ვგრძნობ რომ ნიკაძეც უნდა მკითხოთ. ხო და სანამ მკითხავთ მე გიპასუხებთ. ნიკა ისევ ახალ სკოლაში გადავიყვანეთ. ნუ რა თქმა უნდა. ხო. ფიზიკოსი ისევ ჩვენთან იღებს შხაპს. წარმოგიდგენია. მე მაგას ვერ ამტკიცე. ერთი წუთით. გუგაზე მკითხეთ, ხო? გუგა ამას საინტერესებს. ხო, კარგი. გუგას ისევ არ უბეჭდავენ იმ თხზულებას. და დიდუბელი სოსო. ხო, დიდუბელი სოსო. და სხვათა შორის გუგა ისევ მოსწონს მუცას. მაგაიგე. ხო რა იყო მე მოსწონდეს მე რა. და ის ბაბუა რა შვება ისე ველოდება იმ შვილიშვილს? ბაბუა ექს უდამავიწყდა. მოკლედ. ხო, ყველას ეგონა რომ ბაბუას არ ყავდა შვილიშვილი. ხო და ფიქრობთ ყველა რომ არ ყავს ბაბუას ყო შვილიშვილი ერთ მშვენიერ დღეს გათენდა დილა მაინც ჩამითრიეს რა. რა მუშაობს ხელფასი აქვს? ხო, დაიწყო ეხლა ის. ნატო რა დავიწყე? რაში გაინტერესებს? ერთი ნინო სად არის? ნინო სად არის? აი, მინა სიურპრიზი გიკეთებს. მართლა? კი, მაღაზიაში ჩავიდა სანამ ლაშა მოვა, ტორტი უნდა ვიყიდო. სოფო. საგარანტიო სამსახური გისმენთ. ბიჭია, 5-0. დიახ, სახელი და გვარი მითხარით. მატყუებ ხო? კარგით ბატონო რამას. საგარანტიო ფურცელი თუ გაქვს, მობრძანდით და პრობლემა არ იქნება. კარგით. ნინო! მოხვედი, როგორ ახარ ნინო? კარგად ლაშა, შენ როგორ ახარ? კარგად. ეს რა არის? სიურპრიზია. გამატარებაშა. მოდი. გუში მთელი ღამე ამ ტორტს ვაცხობდი. ხედავ როგორ უყარხარ გუში მთელი ღამე ამ ტორტს აცხობდა. არა და ხო შეეძლო სამ მაღაზიაში წასულიყო და ეყიდა. ისე მიხაროდა ლაშა რომ უნდა მოსულიყო. მაინც ოთახში კაცი რომ არის, ხომ იცი იმედიანად ხარ? ნინო. ხა? ბუხალტერიაში ხო არ გაგვეტანა? რას ლაპარაკობ? იმ დღეს ეკლერი ჰქონდათ. ხო და? 9 ჯერ ავიარე, ჩავიარე და ერთხელ არ შემომთავაზეს. გამომიწიეს სასწავლით. ეს შეიძლება ავიღო? კი. შენ ქალბატონო დიეტაზე არ უნდა ყოფილიყავი? დღეს არა უშავს. ხვალიდან უეჭველი დიეტაზე ვჯდები. მართლა ლაშა, ზიას ამბავი გაიგე? არა. გინდა მოგიყვე. არა. ესე იგი, ეს ჩვენი მზია. არ მაინტერესებს. რო ამბობდა ვთხოვდებიო. არ მაინტერესებს. ამ დღეს თურმე ცოლი ყოლია და არ იცი მე რა თქმა. არ გამაგიშა. ხო, ეს საუფლო ფინალს მე მოვუყვები გეხვეწები რა. ლაშა, ხო და ეს ცოლი ვისულ ამ ქალბატონთან და ითმებით უთხრებია. ამ ქალის კიბლი ესმოდა მთელს კორპუსს. მთელ კორპუსს? ჩემ კორპუსში როგორც იცის ხო, ისმის ხოლმე იმის სიცილი. რა? ვისი სიცილი? ლაშა ხო, კარგი. აბა, ხო გახსოვს, აბა რაც დაგარიგე. კი, მახსოვს. მახსოვს უნდა უთხრა რომ შეკეთება არ გვინდა და გამოგვიცვალონ. და საგარანტიო ვადა გაგვიხანგძლივონ. და გოგოები უნდა შევარჩიო საცოლეთვა. რა გაბრაზებს, რა მოგივიდა, რატო ბრაზო? ბაბუ, არ ბრაზო, ბაბუ, უბრალოდ იქ რომ მივალ, ხომ უნდა ვიჩხუბო, არა? ამხელა მოხუცმა კაცმა დარეკა და ეუბნება ცუდად რომ ვერ მოვდივარ, არ შემიძლია თუ არ მობძანდებით ვერაფერს ვერ შენ არ დარეკე? ხო, მაგრამ მოხუცისმა ხომ მივიღე მე. რა მნიშვნელობა აქვს? ხო და ახლა რომ მიხვალ არ ეჩხუბო, ახლა რა იცი ვინ არის? ჰა? რას ლაპარაკობ? რას ქვია არ ვიჩხუბო?
თუ გადამეკეტა მე ხო იცი მოიცა იმას რომ გადაეკეტოს მე იმას რომ გადაეკეტოს ისა ბაბუ დღეს ორშაბათია და იმუშავებენ ვითომ წავიდე იქნებიან ხო კარგი წავალ მაშინ მოიცა არა ლიფტით არ წაყვიდე არ გაიჭედო ბაბუ არა კიბეებზე ჩადი რაიცი რა ხდება მე კარგი ბაბუ ხო კიბეებით ჩავალ ხო კარგი არაფერი ბაბუ ძალიან არკენია არა გამარჯობა კატა ბაბუ გუგა არ არის საქსი ჩემთან არ არის და არ ვიცი სად არის არა მე რაც მაინტერესებდა სულ სხვა რაღაც უნდა გკითხოთ აუ ტელეფონი რატო აქვს ხო არ იცით გამართული არ ვიცი ბაბუ არ ვიცი ზარი დარეკე იქნებ სახლშია და არ ესვლის ერთი წუთი აუ არა არის რა არის იცით შიგნიდანაც აქვს კარი დაკეტილი მაშინ კრილანები მარჯვნივ არის გადატრიალებული და გარედან კიდე მარცხნივ და ეხა მარცხნივ არის ო მარცხნივ თო წავედი მე მარჯვნივ ერთი წუთი გამარჯობა ოი თეკლა რა შვები ლიფტს ველოდები სად მიდიხარ ბარში შეხვედრა მაქვს შეხვედრა ბიჭს უნდა შეხვდე ნუ დავუშვათ დავუშვათ და ბიჭს უნდა შეხვდე ესე იგი ბიჭს საურა მაგარია აუ იცი მე და გუგაც ესე მთელი დღე საირნავდით დღეს აუ იცი რა მაგარი იყო არა ცოტა კი დავიღალე მაგრამ მაინც ძალიან მაგარი იყო რაღაც კარგად ვისეირნეთ წახვედი კარგად დია საერთოდ რო ისოდეთ ხო ვიღაცები არ გეგონოთ მე თქვენ რა იცით ვინ ვარ საერთოდ ამ შემომხედები იცნობთ ვინ ვარ საერთოდ მე ზევითაც ყავს ხალხი რო იცოდე და ქვევითაც ყავს ხალხი უკაცრავად რა გნებავთ არაფერი არა ცოტა დაძაბული ვარ და ვერ მოვზომე რა ბოდიში არა უშავს რა მოხდება სოფორ 8-0 გისმენთ რით შემიძლია გემსახუროთ დაგეხმაროთ ესე იგი რით დაგეხმარო მითხარი გაფუჭდა ეს მაცივარი არაფერი ისე ექსპროდად ლექსები მიყვარს საერთოდ თხზავ ხოლმე მე წერ ლექსებს თხზავ კი უკაცრავად მაცივრის ყიდვა გინდათ ყიდვა კი არ მინდა გენეცვალი უკვე ვიყიდე და გაფუჭდა დიახ საწყალი ბაბუაჩემი 90 წლის კაცი მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოიდგინეთ საჭმელი არ ქონდა და მაცივარი ქონდა ეხლა კიდე საჭმელი და მაცივარი არა რა არის აბა როგორია მაცივარი ბატონო როგორია მაცივარი მაცივარი როგორია ისა დიდი დიდი ორკამერიანია კი ორ საგარანტიო ფურცელი გაქვს რას ქვია საგარანტიო ფურცელი მაქვს აბა არა მაქვს საგარანტიო ფურცელი არ მექნება აბა არა არის აბა არა მაქვს რომელ რაიონში შეიძინეთ საბუთალოზე და გეხოცებთ ერთ-ერთმა მელაპარაკეთ კისერი მეტკინა უკვე არა საბუთალოზე თუ შეიძინეთ გამოგიცვლით არ არის პრობლემა. უბრალოდ საბურთალოს რაიონში ვინც მუშაობს, ის გასულია შესვენებაზე. სად არის აქ უნდა იყოს, სად არის აბა? უყურე ახლა, უყურე. აი რა, გამაგიჟით თქვენ. მე ესე იგი მე ნერვიულობ, ადამიანი ნერვიულობ და ის ვიღაცა ვაჟბატონი ვის აქ უნდა ბრძანდებოდეს წასულე და ისვენებს. გასაგებია ხო? დაურეკე ტელეფონის ნომერი მომეცი. მომეცი ტელეფონის ნომერი გეუბნი. ტელეფონის ნომერი მომეცი, რა ვერ გაიგე. იცით რა არის? არ ვიცი და ტელეფონის ნომერი არ გვაქვს და ვერ მოგცემთ ნომერს და თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ჩემს ნომერს ჩაგაწერინე. ისა არ მინდა კაცო თუ არ მასგებ ტელეფონის ნომერს თვითონ დაურეკეთ მიდი ნინო გიხვეწები რა დაურეკე რა კარგით გადაურეკავ ხო მე ვარ არაფერი არ წამომიღო აქ კლიენტია მოსული და შენ გელოდება როგორია და კარგი გადასარევი ასეთი კლიენტი ჯერ არ მოსულა კი ახლოს დგას და მისმენს რაო
სამწუხარო დღეს ვერ მოვა, ხვალ მოგბრძანდით. გამაგიზებთ რამე თქვენ რა. გამაგიზებთ ამ უნამუსოს გამო აქ ვიღაცა უნდა იყოს ვაჟბატონი უნამუსო ვიღაცა უნდა შევაწუხო მოპირდაპირე მხარეს პატიოსანი კაცი მეზობელი. და ეს კიდე წასულე და ისვენებს გენაცვლე. იცი რას გეტყვით? აი იმ ვაჟბატონს გადაეცი რომ მობრძანდება სამსახურში რომ მოვა და დავუნგრებ სახეს, გაიგერას. და ეგრე გადაეცით, ხო? ისა რა მაინტერესებს? დიდი ხო არ არის ნავარჯიშები ხო არ არის დიდი? საშუალო სიმაღლის ჩვეულებრივი ბიჭია. ჩვეულებრივი ძალიან გაუცხარი გადაეცით დავუნგრებ სახეს და დავანტარებ სპორტის გადაეცით და ეგრე გადაეცით. ხო, სპორტსმენი ხო არ არის სპორტსმენი? არა. ხო, ძალიან კარგი, ხო. აი ეგრე გადაეცით, რაც გითხარით. დიახ. ბავშვები რო აიყოლია, მაგაზე აღარაფერს აღარ ვარ. მანდატურებიც აიყოლია, იმ დღეს ეკითხებოდა დრაკონს ხო თავზე უნდა დავახტერო, ვარსკვლავი ავიღო. ნიკა, აქ ცხენია. როგორ არა. და დადებითი საერთოდ არაფერი, სულ ეს არა, კი, როგორ არა, დადებითიც აქვს, მაგალითად, კოღო თუ გამოჩნდა კლასში, იმ წუთში ანადგურებს, აი ხა იქ სხვა კლასის ბავშვებითო სულ დაკაბენილები დადიან, მე ჩემ ბავშვებს ეგ პრობლემა ნამდვილად არ აქვს. ძალიან კარგი, თავარი ეგ არის. ხო, აი სამ, რაღაც მინდა რო გთხოვოთ, ცოტა კი მერიდება, მაგრამ გასაგებია, ბევრჯერ ვთქვამთ, კარგი იქნება თუ სხვა სკოლაში გადავიყავთ. არა, მაგას არ გეუბნებით. ნიკა მითხრა თქვენი სამსახურის შესახებ. გისმენთ? მოკლედ, სულ ცოტა ხანში მაქვს ქორწილი და მინდა რომ ქორწილის დეტალები ან ორგანიზაცია თქვენს ფირმას დაუკვეთო. ძალიან კარგი, ძალიან მიხარია და ნიკა. იმას მეც მიხარია, ძალიან. უკაცრავად ის მივეკავს. უკაცრავად. უკაცრავად. და ხო კლასში ვარ. კი, არ არის პრობლემა. მინდი შემოდი. ოი, კარგია ხა. კარგი, მიდი, გელოდები. კარგი. კაცრავად ის იყო. ხო. რა კარგია თქვენც რო ახართ, ერთად შევათანხმებთ ქორწილის დეტალებს. შენც დაგიბარეს? ნიკა? სურა? თქვენ სურა? რა ხდება სურა? ისა რა ქვია? გამაგებინეთ, თქვენ მეც ამიხსენით, რა საერთოა თქვენ შორის? ყველაფერს რა ვიცი, ძალიან ბევრი რამე, თუნდაც აი ეს. ეგა. ნიმალავდი? ყველაფერს აგიხსნი. მე გაიწია გახვალები. არაფრის ახსნა არ მაინტერესებს. აი, არა. ბავშვებო, ქართული გვიცდება. აი პროფესორო, ეს იმ მაგიდიდან გამოგიგზავნეს. ყავა მომიტანეთ თუ შეიძლება. ყავა ისევ ისეთი როგორც ბოლოს დალიეთ? არა, გაზარდეთ კონცენტრაცია კიდევ 3.5-ჯერ. კიდევ გავზარდოთ და ეგ ორგანიზმზე როგორ იმოქმედებს? ნახოთ. ბატონო, ახლავე. მოვედი. თავზანდით. მადლობთ. ყავას ხომ არ ინებებ? დიახ, სიამოვნებით მადლობთ. აი მოაქვს რა. მე არ ვთქვით ალბათოს შეიძლება. დიდი მადლობა. პროფესორო, ახალი თანაშემწე გყავთ? არ არის ცუდი აზრი. რა ხდება? არაფერი.
მალე მოვა ის დადიანი. ფაქტიურად მოვიდა. ეს არის? ბატონო პროფესორი. უკაცრავად ეს ჩემი ადგილია. დაბრძანდით. მადლობა. აი ხომ ხედავ, ავტოს არ მოსწონს თქვენნაირი გოგონები. ეს მე ვარ ცოდო. თორე აბა მამა ჩემს მიუყვანო არ არის ხირცი რომ ყავდეს მე კარგი გვარის სიძე. ეს ჩემი ყავა უკაცრავად. დიდი მადლობა აღარ შეგაწყვეტ. ახამდის. ლაბორატორიიდან დაგვირეკეს რომ მოლეკულა. გუგა. ნუცა გეხვეწები მაცადე. გუგა წავიკითხე შენი დიდუბელი სოსო და ძალიან მომეწონა. უი თეკლა შეიძლება? მართლა წაიკითხე და მართლა მოგეწონა? ძალიან. ცირა თან ძალიან ბევრი საერთო ვიპოვეთ ჩემ და სოსოს შორის. სარკეებს იპარავდი. ჭრილებს იქნიტავ შენც. არა მეც ხომ სახლიდან წამოვედი და რაღაც ადგილები აი ძალიან მომეწონა. მართლა? აი მაგალითად კესოს რომ ეუბნება სოსო. მე არ მაინტერესებს შენი წარმომავლობა. არ მაინტერესებს შენი სახელი და გვარი. მე შენ მიყვარხარ. ამაგიჟებს რა ეს ხალხი რა აღარ შემიძლია რა ხალხო რა არის რა მომსახურებაა ვერ გავიგე რა გამარჯობა თეკლა გუგა შენც რა ხდება კაცო ბაბუაჩემა კოტე ბაბუ იყიდა მაცი ვარ უნდა გაფუჭდა გასაგებია მივედი და ვისაც ეს გარანტია ეხება ის ვაჟბატონი არ ბრძანდებოდა იქ ხალხო მე თქვენ გეკითხებით არ არის ღირსი ეხლა ის ვაჟბატონი რომ მივიდე და დავუნგრიო ერთი ცხვირპირი ერთი მაგრად გეკითხებით ხალხო არ არის ის რომ მიბეგო ერთი მაგრად არ არის გეკითხებით რა არის რა იყო რა გჭირს ლაშა არაფერი გისმენდი ისე უბრალოდ რა გჭირს თუმცა არაფერი გისმენდით მეც აუთო რა გჭირს პატარა სამოვდი, ვის უნდა მიუბეგო ცხვირპირიო? მინდა ის ვაჟბატონი, ვისაც ეს გარანტია ეხება. იქით რომ მიგბეგოს არ გეშინია? გასლაპარაკე. ისე ეს კი მართალია. აი გახსოვს დიდუბელ სოსოში, დიდუბელი სოსო და მალხაზი რო შეხტები. გუგა, ერთი წუთი რა დროს დიდუბელი სოსო და მალხაზია კაცი განერვიულებული ვარ კაცო. გასლაპარაკე, ლაშე რა როგორ უნდა მომერიოს? მე ახლა ისეთი ანერვიულებული რომ მივალ იქ შავარტყავი მაცი ვარს ალბათ. რა უნდა მომერიოს? აი მალხაზი რომ თავში სარკეებს გახსოვს გამიგა ერთი წუთი რა ხალხო, რა სარკე, რა მალხაზი, რა დიდუბელი სოსო, ნუ გამაგიჟეთ კაცო ხალხო. კარგი რა, შენც კიდე რა დაგემართა რა. მაცივრის გულისთვის მეზობელს როგორ უნდა ეჭვო? რა მეზობელს? ნუ თბილისში ხო პატარაა და ყველა ერთმანეთის მეზობლები გამოდივართ. ხო, მართალია. და სხვათა შორის თეკლა მე გუგას ქვედა მეზობელი ვარ. ხო, ვიცი. ხო. აუ, რა მაგარი იქნება წარმოიდგინე ეს ვისაც ეძებს რომ აღმოჩნდეს ლაშა. გუგა ნუ რადგინე ახლა ზეპირად ესე შენი რაღაც აზრების გამოთქმა შეხომ წერალი ხარ დაწერე და წაიკითხავს მკითხველი ხო და კიდე რა ხდებოდა არ გაინტერესებთ ახლა რომ მივედი იქ სამსახურში ხო და სუგოგოები იყვნენ სუგოგოები და ერთი მოვიდა სუქანი მოვიდა და მეუბნება გინდა ჩემი ტელეფონის ნომერი მოგცე ტელეფონის ნომერი რას მეუბნება წარმოიდგინე ეგ სუქანი არ გეტყოდა მაგას გამختარი გეტყოდა სოფო გვერდით კარებთან უჩერა იცი გამختარი გეტყოდა სოფო გვერდით კარებთან როზის მე რა ვიცი ხო რა ვიცი ხლა სოფო მოგცემდა გვერდით კარებთან როზის მე გუგამ რო ხო თქვა რომ რა კარგი იქნებოდა ლაშაო და მიაყოლა რომ ეგ სუქანი არ იქნებოდა გვერდზე რო კარებთან სოფოზის ეგ იქნებოდა კი უკაცრავ ჩვენ გასვლა გვინდა და თუ შეიძლება მაშინ რო გთხოვთ რომ შევთანხმდით კი ბატონო მადლობა ბოდიში აბა კარგად ვიყავით კარგად დიახ ბატონო პროფესორი კარგად წავიდე დიდი მადლობა ერთი წუთით ბოდიში რა აგია ბადა შენ კიდე რა დაგემართა რა გაგიკეთებენ მაგმაცი ვარ საბარ ასიზავ გამიკეთებენ კი არ გეუბნები მივალ და დავამტრო ცხვირპირს გაგიკეთებენ მეთქი დავამტრო ცხვირპირს მეთქი გეუბნები გაგიკეთებენ მაცი დავამტრო ცხვირპირს მეთქი გეუბნები შენ ახლა ისე იზავ ხვალ საერთოდ ამივალ სამსახურში რა მითხარი სად არ მიხვალ? არ მივალ სამსახ. მე ვიყავი ის ვინც ვერ მივიდა და რატო ვერ მივედი, იცი? გითხრა, მომისმინე, რო წამოვედი.
თეკლას ველაპარაკებოდი შენზე. მართლა? კი, სულ შენზე ველაპარაკებოდი და იმდენი ველაპარაკე, რომ რაო. შეუყვარდი. შეუყვარდი მართლა? კი. წავალ მე რაღაც გული მაქვს აჩქარებული. აი, ხო ხედავ, დაგინახა და გული აუჩქა. მიდი გააცილე. გავაცილო მე? კი, მიდი. ხო, მიდი. უკვე ხა? კი, უნდა გავა. ხო, მოგიკონია ის გამოთქმა. რაო. არ გამოდის. აი ეს აიღე და მამაშენს წაუღე. და უთხარი. ვიცი რა სვეთყვე. რა იცი, რა უნდა უთხრა? Game over.